გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ ახალ წელს, ნავგვით ქრისტიანულ ახალ წელს მოგწევს. მშვიდობა მოგწევთ. კარგად ყოფნა მოგწევთ ოჯახებში, მშვიდობით. თუნდაც ყოველდღე დღე და ყოველდღე რამ. ერთი იყოს ჩვენთან. სრულიად საქართველოს. წეგან ფიქრობდი საქართველოში რატო ვარ ასეთი მდგომარეობამდე და ვის სიბრალია პირველ რიგში. პირველ რიგში მე ასე ვფიქრობ, რომ მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ვიქნით ჩვენ თვითონ თავი ამ მდგომარეობას. ამ ყველაფერს ვეგუებით, ვიტანთ. ქვეცნობიერად ვამართლებთ ჩვენს საქციელებს, იქიდან გამომდინარე, რომ გონია თავისით ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი მოგვარდება. არადა ისე არის მოწყობილი საქართველოში სიტუაცია და სოფლიოში ანალოგიურად სიტუაცია. ხალხმა ჩვენ თუ ჩვენი გასაკეთებელი არ გავაკეთებთ რიგითმა მოსახლეობამ, ვინც სათავეშია მოყვანილი, ისინი საერთოდ არ შეიბერტყავენ ყურს, იმიტომ რომ არ არის იფხელა მუხტი, პროტესტი ამა თუ იმ პრობლემებზე, არ არის რეაქცია ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით და იმათ აწყობთ კიდევაც ეს მოცემული სიტუაცია და სასათბურე პირობები აქვს შექმნილი გინდა დღევანდელ ხელისუფლებას და გინდა ყოფილ ხელისუფლებას და გინდა იმის წინანდელ ხელისუფლებას, ვინებიც მართავდნენ ამ ჩვენს ქვეყანას. ჩემს ბავშვობას და ჩემს პატარაობის ასაკს რო ვიხსენებ, ყოველთვის საუბრები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რაღაცას ველოდებოდით. რაღაცას. დღეს თუ ხვალ ყოველდღიურად რაღაცის მოლოდინში ვიყავით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ განცდა იმისი მქონდა შექმნილი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. თურმე ეს რაღაც, მე რო გავიზარდე, მე რო ცოტა გავაანალიზე, რა რაღაცაზე იყო საუბარი. აღმოჩნდა ის, რომ საქართველოში საქართველო აპირებდა როგორც ნატოში ინტეგრაციას, ისევე ევროკავშირში ინტეგრაციას აპირებდა. ეს რაღაცა დაიწყო პირველ რიგში სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდამ. მე კარგად მახსოვს სკოლაში თუ როგორ იყო აღფრთოვანებული საუბრები სხვადასხვა მასწავლებლებისგან, დირექტორებისგან და სხვადასხვა ხალხისგან, რომლებსაც ჰქონდათ ხელისუფლება იმისი, რომ ამ გარკვეულწილად მოეხდინათ გავლენა ხალხზე და ბავშვებზე და ანალოგიურად სხვადასხვა საზოგადოებაში ცხოვრებ ადამიანებზე, რომ აი ეს რაღაცა არის ჩვენთვის საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ აქეთ მივდივართ, არა გვაქვს უფლება, რომ გეზი შევიცვალოთ. ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი იქნება და ასეთი ამბები. ამ ყველაფერს ეგუებოდნენ ჩვენი მშობლები, იყვნენ მსხვერპლი ამისი ჩვენი
დედები, მამები, უფროსი თაობა, უმცროსი თაობა და ყოველი ვიცხოვრეთ ტყუილში. ჯარში მსახურობისასაც, რა თქმა უნდა, ეს პროპაგანდა გაგრძელდა გამალებით, რომ საქართველოს მიდის ევროკავშირში, ჩვენ ავხანეთში, იმიტომ აგზავნით ჯარს აისაფის მისიაში და იქ იმიტომ იღუპება ხალხი, რომ ჩვენ დემოკრატია გუწყურია და მომავალი განვითარებისთვის მათი სულები საპარადისოდ იქნებიან ნათელში და გმირებად შერაცხულები. როგორ იქნებიან გმირებად შერაცხულები მათი სულები, როცა სხვის ქვეყანაში სხვისი წამოწყებული ომისთვის, რომელიც ემსახურება ფულს, ემსახურება ჩვეულებრივი ხალხის, მიწასთან გასწორებას, ამაში მონაწილეობას იღებს. როგორ იქნები გმირი და როგორ იქნები წარმატებული მოქალაქე, როცა აემ პროპაგანდას ხარ აყოლილი იყავი და შენი ცხოვრება მიძღვნილი იყო ამეების საუბარში, ამეების გაправებაში, ყოველივეს აემის საქმეების კეთებაში და დღეს ხდება მოცემული სიტუაცია ისე, რომ საერთოდ დატრიალდა ყველაფერი უკუღმა ჩვენს ქვეყანაში. აღარანაირი ეგრეთ წოდებული სამართლიანობა საერთაშორისო ბრჭყალებში, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ ვითომ ქვეყნები ყოფილიყვნენ დაცულები, ვინმეს თუ აწენინებდა დიდი ძია ამერიკა ჩაერეოდა და გაასწორებდა მიწასთან და ასე შემდეგ და ნატო დაიცავდა ამ ხალხს, ეს ყველაფერი დღეს არის თეთრ ქაღალდზე დაწერილი, რომლის არსი ძალაუფლებისა და არსი ყოფნისა არანაირი ნიშანი მაგას აღარ აქვს. საქართველოში ქართველობა, მომავალი თაობა, ბავშვები, ზრდასრულები, 90-იანელები, 60-იანელები და უფრო ძველი მოხუცებული თაობა, ვინებიც დარჩენილი არიან საერთოდ ვარც უყველა საერთოდ სრულ გაუგებრობაში. ქვეყნები ცდილობენ, რომ თავიანთი მომავალი ასე თუ ისე განსაზღვრონ და დაიჭირონ სწორი პოზიცია სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. საქართველო მთლიანად მოწყვეტილი არის აბსოლუტურად ყველაფერს. რო დავფიქრდეთ, დღევანდელი გადმოსახებით. ჩვენი მომავალი რაშია და მიგრანტების უხვად შემოდინებაში, ტურიზმზე, რომელიც უკვე ჩაიგდეს მიგრანტებმა ხელში, საერთოდ ეს ქართველ ტურისტულში ჩართულ მძღოლებს, ტურისტულ სააგენტოებს
და მოღვაწე ქართველებს არა დარდებთ ჯერჯერობით, გონიათ რომ მათი საქმიანობა მასე გაგრძელდება და წარმატებულად გაგრძელდება, მაგრამ ეს დროებითია. რაშია ჩვენი მომავალი? ხვალ და ზეგ ამ ქვეყანაში რომ მოხდეს ისეთი პროცესები ჩვენი სამეზობლოს მხრიდან. გვაქვს კი იმხელა დონის შეიარაღება, იმხელა დონის ჯარის რესურსი, რომ ჩვენ რაიმეთი აი 1-2-3 დღით მაინც რომ ნებისმიერი ან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთზე არ მაქვს საუბარი. შემომავალი რაიმე პროვოკაციული ქმედება შევაკავოთ და გავაჩეროთ და თავდაცვაში მაინც რომ ვიდგეთ ცოტა ასე თუ ისე ერთი კვირით მაინც. არანაირად. ხალხი საერთოდ სამხედრო სამსახურიდან გამორბიან, იმიტომ რომ დაუფასებლობა არის, გარბიან პოლიციაში სამუშაოდ, გარბიან ტაქსზე სამუშაოდ, ახალგაზრდა თაობა, კაცების, ბიჭების დიდი ნაწილი, გარბიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და ხვდებიან, ხან პლანის წევაში, ხან რაღაც ამფეტამინების ყლაპვაში. აი ეს არის ჩვენი მომავალი, ეს მოუტანეთ ჩვენ თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ზრდასრულმა ადამიანმა, ვისაც მაშინ ქონდა შეგნება და გაგება იმისა თუ საით შეიძლებოდა რომ საქართველოს ასულიყო. ეს არის დღევანდელი მომავალი, როდესაც ჩვენ არ დაუჯერეთ ასე თუ ისე მაშინ 20, 30, 15 და რამოდენიმე ათეული წლის წინანდელ ხალხს, რომლებიც საუბრობდნენ, რომ ეს მოიტანს დიდ გლობალურ პრობლემას საქართველოში. მეტიც ჩვენ მაგ ხალხს დავცინოდით. დავცინოთ იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად უკვე იყო ხალხი რაღაცა ვარდისფერ სამყაროში შეფუთული მათი აზროვნება, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი იმისა, რომ საქართველო ვერასდროს ვერ გახდებოდა არც ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი, მათ საპირისპიროდ ყოველთვის იყო აგრესია, ჩხუბი, ხელის დარტყმა, სისტემის მხრიდან დაჭერა, ჩაგდება ციხეში გაუპატიურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოვიდა ოცნება და საერთოდ რას დაამსგავს აქაურობა, კარგად გვახსოვს 2012 წლიდან 20-მდე ლიბერალების, არ ვიცი, ღაღადება იყო საქართველოში და ერთი პერიოდი, რა ვიცი, მე მგონი აი ჩვეულებრივად მოსიარულე, ნორმალური რო გეგონა ადამიანს, რომ ეს ნორმალური ოჯახიდან და გამოსული არის და მამამისი განათლებული, დედამისი განათლებული და რაღაცა, რავი, ბოდიში და ისეთ აქტივობებს აპრავებდა და ამართლებდა და ისეთ საქციელებს ამართლებდა, რომ რავი, იმასთან საერთოდ გვერდში ვერ დადგებოდა. მასე იყო ხალხი 2020 წლამდე, 2012 წლიდან. ამათმა საერთოდ რას დაამსგავს ეს? ახლა შემოგვიყარეს ეს პაკისტანელები, ინდოელები და ჩვენ მომავალს გვიხატავენ დიდ კორპუსების მშენებლობაში და ტურიზმის განვითარებაში. ტურიზმის განვითარება არ არის საქართველოს მომავალი. ტურიზმი არის
ერთ-ერთი წამახალისებელი როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა ხალხისა, რომ იმათმა თითოეული პატარა თითო შემოსავალი შემოვიტანონ საქართველოს თავიანთ ოჯახებში. ტურიზმზე დამდგარი ქვეყანა ყოველთვის არის წამგებიანი, ყოველთვის წააგებს. როცა არ გვაქვს შიდა მეწველობა, ბაზარი, როცა არ არის საქართველოში ისეთი, რომ აქ რაღაცა კეთდებოდეს და გადიოდეს უცხოეთში და მარტო ტურიზმზე რო არის დამოკიდებული. კარგად გვახსოვს, ხო? პანდემია, კოვიდი რომ მოხდა, ტურიზმზე იყო ხალხი დამოკიდებული და რა ვიცი, ჩემი დედას ძახილით ამ კოვიდის დროს იმდენს ყვიროდნენ, რომ ამდენი ბანკიდან სესხიმა გამოტანილი, ისამა გამოტანილი, ესამა გამოტანილი და ტურისტი არ შემოდის და ვაი დედა და რა გვეშველება და რატო გგონია საერთოდ რომ ეს სახელმწიფო ესე ჯერჯერობით, რა ვიცი, ჭყალებში და ვითომ შვიდ გარემოში იარსებებს და იცხოვრებს, რა ვიცი, საუკუნეების განმავლობაში. რატო გონიათ? მე არ ვიცი, რატო ვიმშვიდობთ ასე თავს. რატო არა გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობა? აზერბაიჯანთან იმასთან არა. რუსეთთანაც არ გვაქვს ხო ნორმალური ურთიერთობა. და დღემდე ის არის რაღაც ტაბუ დადებული თემა არის რუსეთი, რომ იმ ადამიანებთან და იმ ხალხთან და იმ დედაარღნიანებთან ისე მაინც დავალაგოთ სიტუაცია, რომ ამ ხალხს რაღაცა ისეთი ინტერესი არ გაუჩნდეს საქართველოში, როგორც გაუჩნდა მაგალითად ტრამპს იმაში ვენესუელაზე და გრენლანდიაზე. და არ გადაწყვიტონ ისეთი რაღაცა თავში შარიკი არ გადაუბრუნდეთ და აქედან რა ვიცი, უცებ დესანტი არ ჩამოგვისხა. აი ლიბერალებს ვეკითხები. მთელი 30 წელი ხო ლაპარაკობდით იმას, რომ ამერიკა დაგვიცავს, ეს დაგვიცავს, ის დაგვიცავს. გიცავთ თქვენ ამერიკა? გიცავთ გეკითხები. თქვენ გაიქცევით გენაცვლი რაღაცა ხვალე რომ მოხდეს და იქიდან იტყვით, რომ ასე მოხდა, რა ვიცი. კიდე ვერ გადემოკრატიავდა ქართული ხალხი. დემოკრატიის პიკში ვერ ავიდა და მაგის ბრალი არის ქართული მოსახლეობა. ჩვენ თვითონ უტანთ ჩვენს ქვეყანას განაჩენს და დროება ყოველთვის მოგვისხავს იმას, რასაც ვიმსახურებთ. დროება ყოველთვის მოგცემს იმას, რასაც ვიმსახურებთ. ასე რომ არავის დავაბრალოთ აქ საქართველოში. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს მომხდარს მომავალში, ტრაგედიები თუ უფრო მეტი უარესი ტერორისტული ქმედებები. ასე რომ არავის დავაბრალოთ არც სახელმწიფოს და არც რა ვიცი სხვა ვინმეს. აქ პირველი დამნაშავეები ვართ ქართველი ხალხი, რიგითი მოსახლეობა, იმიტომ რომ საჭიროების დროს, როცა ხდება ითქმება პროტესტი, ხალხი საერთოდ სახში ზის, არ გამოდის, არაფერს არ აკეთებს. ფეხებზე კიდია რა პროცესები განვითარდება. ასე რომ ნურავის უნდა დავაბრალებთ, ეს არის ჩვენი ბრალი, რაც დღეს ხდება. მშვიდობა და კარგად ყოფნა მინდა, რომ ჩვენს ქვეყანას უსურვო და გონიერება ქართულ ხალხს ჩემის თამადობით და ყველას თამადობით. კარგად იყავით.